ეხლა რომელ ჭკუად ყოფილი ადამიანი დაიჯერებს, რომ დააკავეს მზია ამაღლობელი, განუმართეს უფლებები და მზიან პოლიციას უთხრა არ დამანახოთ ადვოკატი, მირჩევნია ბორკილ დადებული ვიჯდე აქ თქვენთან და არ მჭირდება, მირჩევნია მაფურთხოს დღებუაძემ, მიმაყენო შეურაცხყოფა მომაყენოს და არ მჭირდება ადვოკატი. აია, კიდევ ერთხელ გამარჯობა. მინდა ვილაპარაკოთ 31-ში გამართულ პროცესზე, მეტნაკლებად რომ მიმოვიხილოთ და გავუკეთოთ ანალიზი. ამ პროცესში, ამ არსებით განხილვაში პრინციპში პირველი პროცესი იყო, როცა უკვე შესავალი სიტყვის ეტაპზე გადავედით, ხო და ორი მოწმყავდა წარდგენილი ბრალდების ხარეს ამ პროცესზე. პირველი იყო ბერდია ფერაძე, რომელმაც უშუალოდ დააკავა მზია ამაღლობელი. და რამდენიმე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აქცენტი იყო შსს პროკურორების კითხვაში და ასევე ბერდიას მტკიცებაში. ერთ-ერთი იყო ის, რომ ბერდია ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მართალია ჩოჩქოლში, როგორც კი დააკავეს, იქ არ იყო იმის შესაძლებლობა, რომ მზიასთვის განემართა მისი უფლებები, მაგრამ შემდეგ უკვე მზიას განემართა უფლებები და მათ შორის ადვოკატის უყარის უფლება, თუმცა მზია ამაღლობელს არ გამოუთქვა მსურვილი, რომ ყოლოდა ადვოკატი. ადვოკატის მონაწილეობასთან დაკავშირებით იყო თუ არა საუბარი კონკრეტულად ბრალდებული მხრიდან და ზოგადად მისი დამოკიდებულება როგორი იყო იმ პერიოდის განმავლობაში, თუნდაც ჩადენილი დოკუმენტებისადმი და ასევე დაცვის უფლებასთან მიმართებით, რაც თქვენ გაატარეთ მასთან ერთად, რაც უშუალოდ თქვენ ნახეთ და თქვენ მისვით. ესაც დადასტურებული გარემოებებია უკვე, რომ მისი დაცვის უფლება დაკავების მომენტიდანვე დაირღვა, იმიტომ რომ ეს მტკიცებულებებიც ამოყარა სასამართლომ ამ საქმიდან, მათ შორის წერილობითი მტკიცებულებები და თავდაპირველი ადვოკატების დაკითხვის მოთხოვნა იყო ამ საქმეში დაყენებული. ადვოკატები დაკავებისთანავე ითხოვდნენ, რასაკვირველია, მზიასთან დაშვებას. არსებობს 7 ზარი განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში, მზიას ადვოკატის სახალხო დამცველის აპარატში, იმის მოთხოვნით, რომ იგი შეეშვათ დაკავებულთან. ასევე არსებობს არაერთი ვიდეო კადრი. ისინი დგანან პოლიციის აი შლაგბაუმთან, ელოდებიან და ითხოვენ შეხვედრას. უკაცრავად, შეგიძლიათ ისიც გადასცეთ, ბატონო? უკაცრავად. ისიც რო გადასცეთ, რომ ველოდებით დაკავებულის ადვოკატებთან შესვლას, ან გადამიღოთ, რომ მიიტანოთ. რომელ ჭკუად ყოფილი ადამიანი დაიჯერებს, რომ დააკავეს მზია ამაღლობელი, განუმართეს უფლებები და მზიან პოლიციას უთხრა არ დამანახოთ ადვოკატი, მირჩევნია ბორკილ დადებული ვიჯდე აქ თქვენთან და არ მჭირდება, მირჩევნია მაფურთხოს დღებუაძემ, მიმაყენო შეურაცხყოფა მომაყენოს და არ მჭირდება ადვოკატი, ხო? ეხლა ადამიანი იტყვის ყველაფერს, მაგრამ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ეს ხომ უნდა იყოს დამაჯერებელი, ხო? რომ მზიას თურმე არ უნდოდა ადვოკატი და ამიტომ 4 საათის განმავლობაში მასთან არ დაუშვეს ადვოკატები. ბერდია ფერაძე, თამარ კერესელიძეც ამბობენ იმას, რომ სახალხო დამცველი იმყოფებოდა მზიასთან, ეს თითქოს მათი მხრიდან არის არგუმენტი, რომ 20-25 წუთის შემდეგ როგორც ისინი ამბობენ, შევიდა სახალხო დამცველი და მზიას ელაპარაკა და მზიას შეეძლო რა მოთხოვნებიც ჰქონდა მიემართა სახალხო დამცველისთვის და მას დაეკმაყოფილებინა. სახალხო დამცველის კომისიასთან შესული დავამატეთ და სახალხო დამცველთან ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამისად სახალხო დამცველი შეეძლო ნებისმიერ რამ ერთად და მოეწყობა თუნდაც თუ ჩვენ როგორ უნდა დავწეროთ. თუმცა რეალურად ამბავი პირიქით არის, ეს არგუმენტი, კონტრარგუმენტი შეიძლება გამოდგეს მათთვის, იმიტომ რომ სახალხო დამცველი შევიდა, მზია ისაუბრა და მახსოვს ეს, იმიტომ რომ ინფორმაცია მივიღეთ პრესირად ეთერისგან, რომელმაც გითხრა რომ მზია საუბრობდა არასათანადო მოპყრობაზე და მაშინვე და ამის შემდეგ რამდენად შეიძლება ის იყოს საღასრთან ახლოს, რომ მზიას არ მოითხოვა ადვოკატი. და ჩვენ ვიცით, ზარებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ 20 წუთის სახალხო დამცველის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი არ შესულა იქ ადვოკატი. დიახ, ამის დოკუმენტური მტკიცებულებები თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს დადასტურებული.
მათგან მოვიპოვეთ ჩვენ ეს სტრიცებულებები და ეს მივიტანეთ სასამართლოში, სასამართლომ თქვა ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ საქმისთვისო და გადააგდო ეს სტრიცებულება. რაც შეეხება სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას, მასთან იყო შესული, მაგრამ მას მერე, რაც მასზე უკვე ძალადობა განახორციელა გრებუაძემ და თავისთავად ცხადია, მზიამ მაშინვე უთხრა მას, როგორც დაცვის უფლებაზე, ასე მასთან დაკავშირებულ ლანძღვაჯინება შეფურთხებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი, როდესაც გამოვიდა, ეს ინფორმაცია მიაწოდა გარეთ ადვოკატებს. სწორედ ამიტომ ვითხოვდით იმ ადვოკატების დაკითხვას ამ პროცესში. და მათ იცოდნენ, რომ ზიაზე უკვე არასათანადო მოპყრობა განხორციელდა და რასაკვირველია ითხოვდა დაცვას და ადვოკატებს არ უშვებდნენ. ეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ფუნქცია გარდა ამისა, რომ მოინახულა უბრალოდ, არ არის მისი დაცვის უფლების განხორციელება. ადვოკატი აბსოლუტურად სხვა რამეა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმ ფუნქციას არ ასრულებს, არ შეუსრულებია. მზია დაცვის გარეშე იყო. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდოდა თუ არ შევიდოდა, ის იყო დაცვის გარეშე. მაგრამ ის შევიდა, რაც ინფორმაცია გამოიტანა, გადასცა მის ადვოკატებს, მაგრამ მისი ადვოკატები ისევ არაერთი საათის განმავლობაში იდგნენ, ასე ვთქვათ, გარეთ და ელოდებოდნენ მასთან შესვლას და ის რომ მას ადვოკატი არ ყავდა და მზიას პროტესტის ფორმა იმაშიც ჩანს, რომ ადვოკატების გარეშე ჩატარდა ეს ოქმი შედგა მისი ჭხრეტის რასაკვირველია და დაკავების და რაღაც პერიოდის მერე არა მაშინვე რასაკვირველია და მზიამ არც მოაწერა ხელი. ორივე მოწმე აპელირებდა იმაზე, რომ მზიამ ოქმს ხელი არ მოაწერა, თუმცა შენიშვნების არ ქონია ამ ოქმთან დაკავშირებით. ვესაუბრებ უნებრივია ოქმის შინაარსზე, იმ უფლებებზეც განემატა არაერთხელ ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, თქვათ, რომ საჭიროებებთან, მათ შორის ადვოკატთან დაკავშირებით არა შენიშვნა არ გაუკეთებია არც ერთ ოქმში და მათ შორის არც ლუქსზე. ეს არავის არ არის არგუმენტი. არავის მზია ოქმთან დაკავშირებით რა შენიშვნებს რა აკეთებდა, აღცევალება. რომელი იურისტი მზია ნებისმიერი სხვა დაკავებული, ან რატომ უნდა გააკეთოს რომელიმე პროცედურასთან დაკავშირებით. ადვოკატები მას იქ არ ყავდა. და ჩვენ როდესაც ვნახეთ, მე ვუხდებით, რომ დაკავებაც და ჭხრეკაც ჩატარებულია პირადი ჭხრეკა უკანონოდ და მზიამ კი არა, თვითონაც არც იციან კანონს რო არღვევენ. თვითონაც არ იციან, დარწმუნებული ვარ, პირველად გაიგეს, ჩვენ რო კითხვები მივეცით, რომ რაღაცეები ასეთი არა, სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ ის ახლა ნებისმიერი დაკავებული ადამიანი ოქმზე შენიშვნა, ეს არ არის მისი ვალდებულება და საერთოდ რა შენიშვნა უნდა გააკეთოს. ხელსაც როდესაც აწერს, თუმცა მზიას არ მოუწერია ხელი. ხელსაც როდესაც აწერს ბრალდებული, დაკავებული ნებისმიერი, ესაც არ ნიშნავს, რომ რაიმეს ეთანხმება, ის უბრალოდ ხელმოწერით ადასტურებს, რომ ოქმი მაჩვენეს. არც იმას ნიშნავს ის, რომ რამეს ვეთანხმები, ან წავიკითხე, ან არ წავიკითხე. ეს არის აბსოლუტურად ფორმალური პროცედურა და თუ უნდათ, რომ ეს პროცედურა ყოფილიყო კანონს შესაბამისი, უნდა გაეკეთებინათ ისე, როგორც ამას კანონი ითხოვს და მასთან ადვოკატები უნდა დაეშვათ დაკავების წუთიდან. ამას ითხოვს კანონი. და მათი თანდასწრებით ჩაეტარებინათ. ბერდია ფერაძემ თქვა, რომ ზიამ მოღობილს აგრესიულობა გამოიხატებოდა მის ნათქვამ სიტყვებში, შეკითხვაში, რატომ დააკავეთ. რატომ დააკავეთ, დიახ. ამაში იდო მისი მთელი აგრესია, იმიტომ რომ ის ხმამაღლა კითხულობდა, რატომ დააკავეთ და მათ შორის ეს წინადადება არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატის მიმართ, არამედ ზოგადად პოლიციის მიმართ შეურაცხყოფად აღიქმებოდა, ხო? დიახ. მზიამ უთხრა, რატომ დააკავეთ. ეხლა ეს მინდა მითხრათ, რომ რაში გამოიხატებოდა აგრესია ზოგადად პოლიციის მიმართ მზიას. აგრესიული ფონით რატომ დააკავეთ გასახსნელად აი ეს. აგრესიულ ტონში რას გულისხმობ? ხმამაღლა? თან რაღაცა უცნაური უთხრა. დიახ, ზუსტად ხო ის მივიყვანეთ იქამდე, იმიტომ რომ ისი ჩვენება იყო ესეთი, რომ ეს გამოხატავდა ეს ქალბატონი აგრესიას, აგრესიული ტონით და ზოგადად აგრესიას გამოხატავდა პოლიციის მიმართ. და ამიტომ მივიყვანეთ იქამდე დავაკონკრეტებინეთ, ბოლოს კადრი ვაჩვენეთ, რომ აი რაში გამოიხატება კონკრეტულად, რა თქვა, რა გააკეთა, მე მას ვკითხე, იგინებოდა, არა, იფურთხებოდა, არა, შეურაცხყოფას აყენებდა, არა, არ ვიცი ვინმე აკავებდა, არა. და ბოლოს ასე ვთქვათ მოწმემ დაადასტურა, რომ ეს იყო სულ, რომ მან ერთთან ერთხელ იკითხა, რატომ დააკავეთ. და ტონი იყო ცოტა მაღალიო. თავარი ასე ვთქვათ საკვანძო დეტალი და მტკიცებულება მათი მხრიდან და ბერდია
ფერაძის მხრიდან არის ის, რომ მან ნახა ირაკლი დგებუაძე, ის ირაკლი დგებუაძეს კაბინეტში მოხდა, იმიტომ რომ ის ხელმძღვანელს ეძებდა ისე ამბობს, თუმცა ასევე ირაკლი დგებუაძის ნახვა სურდა და დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ, 10-15 წუთის შემდეგ, მან როცა ნახა ირაკლი დგებუაძე, მას მკვეთრი სიცოცხლე აღენიშნებოდა ლოყა ყურის მიდამოში. ამას ამბობს ბერდია ფერაძე. სიცოცხლე როგორ გამოხატული იყო, ასეთი გამოხატული იყო მის სახეზე, რომ თქვენ დაიხეთ? ნაშკარად ეთქვა. ეს დრო ინციდენტიდან გასული რა იყო? აჭარის ტელევიზიის და ბათუმელების კადრებში ჩანს, რომ დგებუაძის 55 წამის შემდეგ, ზიას ცილის გაწვნის შემდეგ, ჩანს, რომ დგებუაძეს ლოყა აქ თეთრი ფითქინა. უკვე ეს ლოყის სიცოცხლე სიმართლე რითხრათ ირონიის თემად იქცა, სინამდვილეში ხა ადამიანის ტყვეობა რომ არიდგეს ამის უკან. ეს იქნებოდა ირონიის თემა. გასაგებია რომ ხო ეს ექვსივე პოლიციელის მთავარი ამბავი რაც უნდა დაადასტურონ სასამართლოზე არის ის რომ უნდა თქვან რომ ლოყა გაუწითლა და მათ ეს ნახეს. თუმცა ახლა 20 წუთის მერე რა სიძლიერის დარტყმა შეიძლება იყოს წითელი, მე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არის უდაო მტკიცებულებები ვიდეო კადრების სახით, ძალიან ახლო კადრით. ბატონი დგებუაძის სახის ორივე ლოყა ძალიან კარგად ჩანს და ახლა იქ უდაოდ ანუ არანაირი სიცოცხლის კვალი არ არის. თუ დაუჯერებთ ბატონ ფერაძეს, რომ მას 20-25 წუთის მერე კარგი სიცოცხლე ჰქონდა, მაშინ გამოდის ბატონი დგებუაძე მერე გაულახია ვიღაცას. და სხვაგან ეძებონ ეს ამბები. სხვა შემთხვევაში ეს განმარტება ისეთივე ტყუილია, როგორც სხვა არაერთი განმარტება. ასევე მაია კიდე რო ვთქვათ მოკლედ, ოქმის შედგენის ვალდებულება, დაკავების ოქმის შედგენის ვალდებულება ჰქონდა ბერდია ფერაძეს, ხო? კანონის ენით ასეა. ჩხრეკას საერთო არაფერი არ აქვს. ის ცდილობდა მოწმე რომ აი ხალი როდესაც ჩხრეკა სხვა რამეა, დაკავება სხვა რამეა, გამიგეთ? ანუ კანონში პირდაპირ წერია რომ დამკავებელი პირი ადგენს დაკავების ოქმს. ჩხრეკასაც ადგენს ჩხრეკაზე უფლებამოსილი პირი, ამ შემთხვევაში ეს უნდა ყოფილიყო გამომძიებელი, იმიტომ რომ პროცესით მას მერე რაც უკვე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს მხოლოდ გამომძიებელი. მზიას შემთხვევაში ჩხრეკა ვინ ჩაატარეს, არ არის გამომძიებელი. საფრთხო კოდექსის მეშენიდან გახსოვდა ჩასაფრებული არის და საფრთხო კოდექსის გათხოვება, რომ 175 მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს დაკავების ოქმის შედგენის წესს, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ დაკავების ოქმი უნდა შეადგინოს ესე ტერმინს იცნობს ჩვენი საფრთხო კანონმდებლობა დამკავებელმა მოხელე. მოდი ჯერ ამ დავიწყოთ, თქვენ იყავით თუ არა ამ შემთხვევაში დამკავებელი მოხელე. იქიდან გამომდინარე რომ მე მომხდარი ფაქტის დროს ადგილზე არ ვიმყოფებოდი, ფაქტობრივი დაკავება მისინი არ განიხორციელებდა. ანუ თქვენ დამკავებელი მოხელე რო იგულისხმება, არ ძალიან. მე იმ მომენტისათვის იქ არ ვიმყოფებოდი. თამარ კერესელიძეზე რო გადავიდეთ, რომელმაც შეადგინა ხო ეს ოქმი, თუმცა მას ასევე ჩხრეკა არ ჩაუტარებია, რაც ასევე განდარღვევაა, ხო? დიახ, დაადასტურა, ჩემ ორჯერ ვკითხე მე მას და მან თქვა რომ ჩხრეკა ჩაატარა სხვა. ოქმის შევადგინეთ, თუმცა მე პირად ჩხრეკა არ ჩამიტარებია. პირად ჩხრეკა ჩაატარა მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა. კერესელიძის ჩვენებაში თავარი საკითხი იყო ხელბორკილების საკითხი, ხო? მან აღიარა რომ ზია მოღლუბელს 2 საათის განმავლობაში, 2-ზე მეტი საათის განმავლობაში ედო ხელბორკილები უწყვეტად, მათ შორის მაშინაც როცა ადვოკატი შეხვდა და მე უკვე უშუალოდ ზია მოღლუბელმა რო დაუსვა კითხვები, მან ყველაფერი უარყო, ცხადია და თქვა რომ ზია მოღლუბელს ჰქონდა საპეჭპარიშოთი სარგებლობის უფლებაც და წყლის დალევის უფლებაც და თქვა ისეთი რამ რომ მე თავად დაგიტანეთ ჩემი მასივრიდან წყალი, დაგიდეთ და გითხარით, როცა დაგჭირდებათ, დალიეთ მეთქი. მაშინ როცა ის ასევე აღიარებს, რომ ზიას მუდმივ რეჟიმში ეკეთა ხელბორკილები. დიახ. ხელბორკილი ამდენი ხნის განმავლობაში უნდა დადებითი თავარი.
დაკავების ოქმის შედგენის როცა დასრულდა დაკავების ოქმის შედგენა იმის შემდგომ უკვე როცა ჩემი კაბინეტიდან გავიდა ანუ ბადრაგირების პროცესი როცა დაიწყო სულ რაც ქალბატონია ჩემს კაბინეტში იმყოფებოდა როგორც ვთქვით ან გეტყვით რა პერიოდში იმყოფებოდა და ზუსტად კონკრეტულად რამდენი წუთი ეკეთა ხელბორტილი რამდენხანსები მარტივი შეკითხვაა თქვენცაც რამდენხანს იყო თქვენთან დაკავების ოქმი დასრულდა და დაედო ამის შემდგომ დაახლოებით 4-დან 5 ნახევრამდე იქნა ბადრაგირები. რამდენი გაგრძელდა ეს 5 წუთი, 10 წუთი, 2 საათი? არა, 5 წუთი, 10 წუთი არ გაგრძელებულა, ნამდვილად. ანუ უწყვეტად გაგრძელდა პროცესი, როცა ოქმის შესრულება დამთავრდა, ალბათ 2 საათი, 2 საათი საათი. თქვენ დადასტურებთ, რომ 2 საათის განმავლობაში ქალბატონი ზია ოთახში იმყოფებოდა ხელბორტის დადებული. ხელი ედება როგორც პირის თავად დაკავებული პირის უსაფრთხოებით ფინარე ისე შენობის ოთახში მყოფი პოლიციელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. დიახ, თქვენ მე ვახსენებ ფანჯარა. ხელბორტკილით შესაძლებელი იყო ფანჯრიდანაც გადახტომა მითხარ, მაგრამ ფანჯარა იყო დაკეტილი. დიახ, ხელბორტკილით ხელს უსვრის და ფანჯარა გააქვს. ხელბორტკილით ხელს უსვრის ზუსტად იმაში, რომ თუნდაც ეს მოხდება ქალბატონის ზიასგან არ ყოფილა მართალი ეს ცელობა მის მიმართ მისი მხრიდან არც აგრესია ყოფილა ან რაიმე ისეთი ფიზიკური მოქმედებები, მაგრამ ისევ თქვენ გადაცილება და ისევ პრაქტიკას მიმართავ, როცა პირები გაზვიკავებია საერთოდ არაძალადობრივ ქმედებებზე, მაგალითად აღრიფობის ფაქტზე, მაგალითად სხვა ფინანსური დანაშაულის ფაქტზე და როცა ქონია ცელობა იმისა, რომ თუნდაც თავი დაეზიანებინა. აქ შემთხვევაშიც საქმე ქონდა გამოძიება დაწყებულიყო პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე. ეს რისკები მე შევაფასე ისე, რომ მისთვის ხელბორტკილი გამეკეთებიათ, თუმცა არამც და არამც. მაშინაც განუმარტე ქალბატონზიას და ეხლაც ეს არამც და არამც არ ემსახურებოდა მის დამცირებას, მას ხელი არ ეშლებოდა იმაში, თუნდაც ელემენტარული საჭიროები წყალი იქნებოდა საპირფაშო. ხელის მოწერის დროს მას ჩემს კაბინეტში წყალი გამოვიტანე მასივრიდან დაგიდევით წინ და გითხარით, როცა დაჭირდება დალიექნეთ. ხო, აი ასეთი ამაზრზენი ჩვენება მოხდა, მე თუ მკითხავთ, პოლიციის აი ახალგაზრდა გამომძიებელმა. მე მსგავსი აღიარებით ჩვენება არ მომისმენია, მართალი გითხრათ, რომ მან თქვა, რომ 2 საათის განმავლობაში მეჯდა ხელბორტილ დადებული დაკავებული, აი მე გამიხარდა და დავადე ბორტილი, ხელები შებორტილი ქონდა უკან, უფრო მეტიც ადვოკატების თანდასწრებითაც კი ხელბორტილით იჯდა ეს ადამიანი, გამოკითხვაც ვაწარმოეთ მასთან ხელბორტილ დადებულთან და მხოლოდ მაშინ მოუხსენი, რომ ხელი მოეწერა გამოკითხვის ოქმისთვის. წარმოუდგენელი ჩვენება მისცა, თუმცა აი სწორედ ამ გარემოების დასადასტურებლადაც ვითხოვდით იმ თავდაპირველი ადვოკატების გამოკითხვას, ესაც აი მისი მოპყრობის არა ადამიანური მოპყრობის დამადასტურებელი ერთ-ერთი გარემოებაა ესაც, რომ ეს არ დავიწყდეთ, ეს არის ის პოლიციის შენობა და ის პოლიციელები, ვისი უფროსიც, ასე ვთქვათ, დაზარალებულად არის ამ საქმეში ცნობილი. პირველი, ანუ დეპარტამენტის უფროსი არის პირველ ეპიზოდში მისი უკანონო დამკავებელი, მეორე ეპიზოდში ბათუმის პოლიციის უფროსი გახლავთ, ეგრეთ წოდებული დაზარალებული. ყველა პოლიციელი, რომელიც იმ შენობაში ზის და მათ შორის იმ ოთახში და მათ შორის ეს გამომძიებელი ექვემდებარებიან ამ იერარქიას, ამ გარემოებაში იმყოფება მზიაით. და ეხლა წარმოიდგინეთ, ბორტილი, რას ემსახურება ამ გარემოებაში? სწორედ იმას ემსახურება, მას ამ ფსიქოლოგიური ძალადობას მათ შორის, თუმცა ეს ფიზიკური ძალადობაც არის. ხელბორტილები უკან შეკრული და ზიასგან ვიცი, რომ ძალიან მჭიდროდ ქონდა ეს ხელბორტილი, ძალიან უხერხულობას აწუხებდა კიდევაც, ისე რომ, როდესაც გადაყავდათ შემდეგ უკვე ბადრაგირება მისი, რაღაცა ცოტა დაეხმარა ბადრაგი, რომ ხელები ესე მჭიდროდ არ ქონოდა შეკრული. კიდე ასევე ბოლო მთავარი საკითხია, რომ თამარ კერისელი აღნიშნავს იმას, რომ არსად კამერები შენობის შიგნით არ არის, როგორც მისი ინფორმაციით, პირველ რიგში მის კაბინეტში და მერე არც შიდა პერიმეტრზე, მათ შორის არც პირველ სართულზე, რაც კარგ შემთხვევაში დაადასტურებდა იმას, რასაც სიამაყლობელი ამბობს, ან დაადასტურებდა თუნდაც იმას, რასაც თამარ კერისელიძე ამბობს, ხო? დიახ. არა. შენობაში არ არის თქვენ მიხარით გარე პერიმეტრზე. ჩემთან არ არის შენს კაბინეტთან. არ ვიცი ვერ გეტყვით. მაშინ
კამერები გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ნებისმიერი გონიერი დამკვირვებლისთვის. ანუ ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ კამერების ჩვენებას. იმ საქმეში არასათანადო მოპყრობის ის ცალკეა ფორმალურად ის საქმე ფორმალურად მიდის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, იმ ნაწილში რომ მას ძალადობა შეურაცხყოფა ეს დღებუაძის მხრიდან და ვითხოვთ კამერებს გვაჩვენონ. თუ მზია ამაღლობელი იძლევა ცრუ ჩვენებას, ყველაზე მოკლე გზა ამისთვის არის კამერების ჩვენება. სატყავდათ, მასთან ვინ შედიოდა, ვინ გამოდიოდა და რა ხდებოდა. მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიეთ ჩვენ აი ამ კამერებთან ვერანაირ წვდომას, ჩვენ თვითონაც მიმართეს სასამართლოს მეორე საქმის პარალელში უარი გვითხრა, იმ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს აჩვენეს, გახლავთ აჩვენეს რომელი კამერები იცით, სადაც საერთოდ მზიას შეყვანაც კი არ ჩანს. რაღაცა სხვა შესასვლელები, საიდან მზია არ შეუყვა, არავინ არ ჩანს. აჩვენეს მხოლოდ ასეთი ვიდეო ჩანაწერები, სადაც არავინ არ ჩანს. მათ შორის არც მზია. და ჩვენ გვაინტერესებს ის ჩანაწერები, რომელი შესასვლელიდანაც შეიყვანეს მზია და მე რა ხდება. და აქ მარტო მზიაზე არ არის, რატომ ამოყარეს ჩვენი სხვა მტკიცებულებები. ჩვენ ამ საქმეში წარდგენილი გქონდა სხვა არაერთი მტკიცებულება სხვა დაკავებულებზე განხორციელებულ ძალადობაზე, ამავე შენობაში, ამავე სართულზე. და იმ პერიოდის ამონაწერებსაც ვითხოვდით, ხო? მანამდე ხომ დააკავეს არაერთი და მათზეც განხორციელდა ძალადობა და ცემატყეპა. მათ შორის აი ეს ბოლო დაკავებული მასზეც განხორციელდა ამავე შენობაში ძალადობა და წერილობით იმტკიცებულებად წარმოადგინეთ, როდესაც იზოლატორში გადაიყვანეს შემდეგ, იქ როგორ აღწერეს ამ ბიჭის დაზიანებები, არაერთი დაზიანება ჰქონდა მას სახეზე მიყენებული. ეს ცოცხალი მოწმეები, ვინც ისაუბრებდნენ ძალადობაზე, დოკუმენტური მტკიცებულებები მათ დაზიანებებზე, რაც წარდგენილი ჰქონდა, ეს ყველაფერი ამოყარა სასამართლომ და კამერებთან დაკავშირებით 3 თვე გავიდა და არ ჩანს არანაირი ვიდეო ჩანაწერი, რასაც ჩვენ გვაჩვენებს გამოძიება და გვეტყვის, რომ მზია ამაღლობელი თურმე არასწორ ინფორმაციას აძლევს გამოძიებას, ან პირიქით არ არსებობს საერთოდ ასეთ ჩანაწერები ჩვენ ჯერ არ გვინახავს.